ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით მერვე სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი 5 საკითხი დაამტკიცა. სხდომას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარია უძღვებოდა. მიღებული გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა ქუთაისის 2026 წლის ბიუჯეტში, რის შედეგადაც ქალაქში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. განისაზღვრა საპრივატიზაციო ობიექტების გეგმა და ნუსხა. სხდომაზე წარმოდგენილი იქნა სოციალურ საკითხთა სამსახურის 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის მაისამდე გაწეული საქმიანობის ანგარიში. ქუთაისის 2026 წლის ბიუჯეტში მესამე ცვლილება, რომლითაც ქუთაისის ბიუჯეტი გაიზარდა 2.986.000 ლარით. ძირითადად ეს შეეხება განკარგულების თანხების ასახვას ქუთაისის ბიუჯეტში. ერთ-ერთი განკარგულებით ბიუჯეტის თანხა გაიზარდა 2.100.000 ლარით, რომელიც შეეხება ზვიადგამსახურდიას ქუჩაზე 5 ბინის ფასადის მოწყობას, აგრეთვე 170.000 ლარით გაიზარდა ერთ-ერთი განკარგულებით, რომელიც შეეხება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს. ასევე მოხდა წინა წლის გამონაწილებელი ნაშთების აღდგენა 486.000, რაც შეეხება ძაღლებთან დაკავშირებული და მიუსაფარ ცხოველთა დაკავშირებული თემას. ჩვენი მერიის დაქვემდებარებაში შეიქმნა IP, მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტო, რომელიც უზრუნველყოფს უპატრონო ცხოველთა იდენტიფიკაციას, მათ მოძიებას, მათ საჭიროების შემთხვევაში ვაქცინაციას, ასევე გათვალისწინებული ამ პროგრამით ცხოველების კასტრაცია და ამისათვის განკარგულებით გამოიყო თანხები დაახლოებით 1 მილიონი ლარი, რომლითაც ეს IP უზრუნველყოფილი იქნება როგორც თანამშრომლობის ხელფასებით, ასევე მედიკამენტებით, ასევე საჭირო კომუნალური ხარჯებისთვის და ასევე იმ შენობით, რომელშიც უნდა გავთავსდეს დროებით, სანამ ისევ გარემოში დააბრუნებენ ამ მიუსაფარ ცხოველებს. ადმინისტრაციულ სამართალთა დარღვევათა კოდექსში შევიდა ცვლილება 125 მუხლის მერვე ორ ნაწილში, რომელიც ითვალისწინებს მანქანის დგომა გაჩერებას, პარკირებას. ჯარიმა იყო 10 ლარი და გახდა 100 ლარი. აქედან გამომდინარე შესაბამისად მუნიციპალური ინსპექციის დადგენილებაში შევიდა ცვლილება. ეს გამოწვეულია იქედან, რომ მოქალაქეები აყენებენ ტროტუარებზე მანქანებს, სადაც მოქალაქეებს უჭირთ გადაადგილება, უჭირთ შეშემეპირებს გადაადგილება, ერთგვარი პრევენცია ესეც და იმედი მაქვს, რომ გამოიჩენენ კეთილგონიერებას და მომავალში აღარ დააყენებენ მანქანებს ტროტუარებზე, რადგან მოხდეს მოქალაქეების უსაფრთხოდ გადაადგილება. და აღინიშნა მონაცემებისა და დახარჯული თანხების შესახებ ადგილობრივი ბიუჯეტიდან. ფაქტობრივად 2025 წლის განმავლობაში 98% ბიუჯეტისა იქნა ათვისებული და ძირითადად წინა წელთან შედარებით ზრდა ფინანსური რესურსის ზრდა დაფიქსირდა ისეთ მნიშვნელოვან პროგრამებში, როგორიც არის სამედიცინო დახმარება მოქალაქეთათვის, როგორიც არის აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამაში, სოციალურ პროგრამებში და ასე შემდეგ. ასევე 2026 წლის მიმდინარე პერიოდში და დაგეგმილი და დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში გაზრდილია კონკრეტულად ისეთი დაავადებების მიმართულებით ფინანსური რესურსი მიმართულია გაზრდილი ოდენობით, როგორიც არის იგივე სამედიცინო დახმარება, მაგრამ უფრო ონკოლოგიის მიმართულება, იმიტომ რომ წინა წელთან შედარებით თითოეული მოქალაქის პაკეტი ესე იგი ამ მიმართულებით გაზრდილია 500 ლარით და შეადგენს წლის განმავლობაში 2000 ლარს თითოეულ მოქალაქეზე. მინდა აღვნიშნო, რომ 1000-მდე მოქალაქე ფინანსდება ონკოლოგიური დაავადების გამო და ჩვენ მომავალშიც გვექნება მზაობა იმისათვის, რომ ყოველ შემთხვევაში თუ ზრდა დაჭირდა აღნიშნულ კომპონენტს ჩვენ მივმართოთ იქით, რათა მოქალაქეთათვის უფრო იყოს ეს ხელმისაწვდომი, ესე იგი სამედიცინო მომსახურება. რაც შეეხება ისეთი იშვიათი დაავადების მქონე ბავშვებისთვის, როგორიც არის ფენილკეტონურითა და ცელიაკიის დაავადებები, ეს ამ კომპონენტში ჩვენ ასევე დავამატეთ ფინანსური რესურსი, რომელიც გაზრდილი იქნა წელს 80,000 ლარით, რათა
ბავშვებისთვის, ვისთვისაც ესე იგი არ ხდება ადგილზე ქუთაისში მოპოვება იმ სპეციფიკური საკვების მშობლებმა ჩამოუტანონ თბილისიდან და აი ამისათვის და სხვადასხვა ხარჯებისათვის მათ გაუორმაგეთ ჩვენ ფინანსური დახმარება და შეადგინა 200 ლარი და ასევე კვებითი ვაუჩერი სახელმწიფოდან და ფაქტობრივად 400 ლარიანი ბალანსი შევინარჩუნეთ როგორც 18 წლამდე ბავშვებისთვის, ასევე 18 წელს ზემოთ მყოფი პირებისთვის. რაც შეეხება სოციალურ ღონისძიებებში, ერთი კომპონენტი მინდა გამოყო, რომელიც არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საყურადღებო მომსახურება, სადაც ჩვენ გვქონდა მხოლოდ საზღვაო კურორტზე დასვენების შესაძლებლობა, ხოლო ეხლა უკვე ამ ცვლილების ფონზე ჩვენ ასევე სამთო კურორტსაც თავაზობთ, სადაც ჩვენ ვაუჩერის ფარგლებში ფინანსური რესურსის გავზარდეთ და თითოეული პერსონისთვის შეადგენს 400 ლარს. ერთ-ერთი ყველაზე უფრო მოწყვლადი სამიზნე ჯგუფისთვის, რომელიც არიან ესე იგი ჰემოდიალიზზე მყოფი პირები, მათთვისაც ჩვენ დავადგინეთ ცალკე გამოყალით პროგრამა, რომლის ფარგლებშიცაც ჰემოდიალიზზე მყოფი პირები ერთის მხრივ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფინანსდებიან სამედიცინო დახმარება და მეორეს მხრივ ყოველთვიურად ჩვენგან ჩაერიცხებათ 200 ლარი თანხა სხვადასხვა საჭიროებებით. წლის განმავლობაში მოდიოთ ბატარეა